მან ბევრს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც არ უყვარს დაბადების დღის გადახდა. ხშირად მსმენია ადამიანებისგან, რომ აი, ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ არ მიხარია, ანუ ზოგადად აქვთ ადამიანებს. და ესეთი, როდესაც არის კატეგორია ადამიანების, რომელსაც არ უხარიათ ზოგადად თავიანთი დაბადების დღის გადახდა და ამ დღეს მაინც ესე კარგად არ გრძნობენ თავს, ესე ვთქვათ. რაღაც უფრო შედარებით უფრო მძიმე ან ნეგატიური ემოციები აქვთ ხოლმე. და რატომ ხდება ეს? ეს ყველაფერი ანუ ასტროლოგიურად არის შედარებით უფრო მარტივად ასახსნელი. ყოველ დაბადების დღეს მზის დაბრუნება არის იგივე, შესაბამისად, ანუ ტრანზიტული მზე უბრუნდება დაბადების ნატალურ მზეს და შესაბამისად აქტიურებს ყველა მის ასპექტს, რომელიც ნატალურ რუკაში აქვს მზეს. თუ ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, ან მაინც არ არის ესე ვთქვათ, დადებით განწყობაზე საკუთარ დაბადების დღეს, ეს მინიშნება, პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ამ ადამიანის მზე არის დაზიანებული. ეს არის ავტომატურად, არ ჭირდება რუკაში ჩახედვა. თუ შენ არ გიყვარს შენი დაბადების დღე და ვერ გრძნობ თავს, მაინც ბედნიერად ამ დღეს, ეს არ ნიშნავს ასაკის მატებასთან ერთად, ანუ ზოგადად ყოველთვის თავიდანვე. ეს ნიშნავს იმას, რომ მზე არის დაზიანებული. იმიტომ რომ როდესაც ტრანზიტული მზე უახლოვდება ნატალურ მზეს და აქტიურობს ყველა იმ ასპექტს, როდესაც შენ მზე დაზიანებული ყავს და ბევრი ნეგატიური ასპექტი აქვს, შესაბამისად აქტიურდება ეს ნეგატიური ასპექტები, რაც შენ თავს გაგრძნობინებს ცუდად. რა თქმა უნდა, დამუშავება და დროთა განმავლობაში, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი მუშავდება დროთა განმავლობაში და შემდეგ უკვე რაღაც პერიოდის მერე შენ შეგიძლია ბედნიერად შეხვდე, ესე ვთქვათ, ბედნიერი საკუთარი დაბადების დღეს, თუმცა იქ შემდეგ უკვე სხვა ეფექტი მოდის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მაინც არ უხარიათ დაბადების დღეები. თუმცა ზოგადად, როდესაც ესე არის თავიდანვე, პატარა ასაკიდანვე, როდესაც ადამიანს არ უხარია თავისი დაბადების დღე, ნიშნავს იმას, რომ მზე არის დაზიანებული.